მანამდე კი დონალდ ტრამპი თბილისში პრეზიდენტის სასახლეს სტუმრობდა. მიხეილ სააკაშვილმა სტუმარს საქართველოში განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების მაკეტები და ფოტოები დაათვალიერებინა. ამერიკელ სტუმარს პრეზიდენტის ოჯახმა უმასპინძლა. საქართველოს პირველმა პირმა დონალდ ტრამპი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. უძრავი ქონების ამერიკელი მაგნატის ვიზიტის პირველი დღის დეტალები ნახეთ ზურაბ ხვისტანის სიუჟეტში. საქართველოში ისტორიული ვიზიტის პირველ დღეს დონალდ ტრამპს მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. უძრავი ქონების ამერიკელი მაგნატი იმ პროექტებით დაინტერესდა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უკვე განხორციელდა და უახლოეს მომავალში იგეგმება. გელოდებოდით. როგორ ხარ? მოხარული ვარ, რომ ჩამოხვედით. დღეს მთელი ქვეყანა თქვენს ველოდინში იყო. არც ერთი პრეზიდენტის მიმართ არაა ისეთი დიდი ინტერესი, როგორც თქვენს მიმართ აქვთ. ჩვენც დაინტერესებული ვართ. ეს ახალი პარლამენტია. 1 წლის წინ დავიწყეთ მისი მშენებლობა. უზარმაზარი მინდორი იყო. აქეთ კავკასიონის ქედია, რომელიც ყოველთვის თოვლიანია. დაახლოებით 17,000 კვადრატული მეტრის ფართობი უკავია. როდის იხსნება? 26 მაისს, მაგრამ დღეს რომ ნახოთ ვერ დაიჯერებთ. გონი უკვე ვნახე, არა? არა, ეს ქუთაისშია. მსგავსი გუმბათი ჰქონდა შენობას, რომელიც ახლა ხან ვნახე. არა, ის ძველია, ეს კი ახალი. ფანტასტიკურია, ესე იგი ეს ახალია. დიახ, აქ მხოლოდ მინდორი იყო, არანაირი შენობა არ იდგა. ახლა ხანს ვნახე და ჯერ სამუშაოები მიმდინარეობს. იცით, ჩემს კაბინეტში ყოველთვისაა რონალდ რეიგანის ბიუსტი. დაბრძანდით. საიდან ჩამოხვედით? სტამბოლიდან დავასრულეთ ახალი პროექტი. ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ასე რომ ყველაზე მაღალი შენობაა სტამბოლში? ჩვენ ახლა ხან გავხსენით გრანდიოზული შენობა პანამასა და ტორონტოში. ის 60 სართულიანია, ძალიან ლამაზი. ველოდებით თქვენი შენობის გახსნას ბათუმშიც, სადაც ასევე ბუმია. ეს კარგად ჟღერს, ამიტომაც ჩამოვედით. კი, თქვენც სწრაფად მოქმედებთ და ისინიც. მართლაც კარგები არიან. აქ მაქვს ჟურნალი არქიტექტურის შესახებ, სადაც გუშინ საქართველოზე სტატია დაიბეჭდა. ეს არის ხიდი, რომელიც აქვე გვაქვს. ეს კი საბაჟოა თურქეთის საზღვართან. თავარი იდეა ის იყო, რომ ადრე პატარა გასასვლელები არსებობდა და ყოველთვის გრძელი რიგი დგებოდა. თურქეთთან კარგი ურთიერთობა გაქვთ, არა? კი, უვიზო მიმოსვლა გვაქვს. პასპორტების გარეშეც შეგვიძლია ჩასვლა. ამასთან ერთად გვაკავშირებს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმიც. მინდა გაჩვენოთ პოლიციის შენობებიც. ეს კი იუსტიციის სახლი და ახალი აეროპორტია. ეს კი თეატრია პრეზიდენტის სასახლის ქვემოთ. უკვე აშენებულია? კარგია. ეს კი საქართველოს პარლამენტია, რომელიც უკვე გაჩვენეთ. 3 კვირის წინ ასე გამოიყურებოდა. 1 თვეში კი შეიცვალა. სწრაფი ტემპით აშენებთ. კი, ნამდვილად სწრაფად. 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. რთული გრაფიკი გვაქვს, ვისწავლეთ ყველაფრის სწრაფად კეთება. სხვათა შორის ეს შენობა შენდება და 52 სართულიანი იქნება. ვერტფრენის დასაშვები მოედნით. სამუშაოები სავარაუდოდ მალე დასრულდება. იჩქარეთ. ასე განაგრძე პარტნიორო. მინდა გაჩვენოთ, როგორ გამოიყურებოდა საქართველო 10 წლის წინ. ხალხი ვერთვებოდა ზამთარში, არ ჰქონდა შუქი. ახლა კი ფუნქციონირებს პროგრამა კომპიუტერი ყველა ბავშვისთვის. ამ ფოტოზე ჩანს განსხვავება. ბავშვებს სითბოც აქვს და შუქიც. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ბავშვები არიან ასეთ სკოლებში, მათ აღარ სურთ სიგარებას დაუბრუნდნენ. შესანიშნავი სურათია. ჩვენ არ გვაქვს გაზი, ნავთობი, მაგრამ ახლა ავაშენეთ გრანდიოზული სავაჭრო ცენტრი თბილისში. თქვენ ახორციელებთ თქვენს პროექტს. ეს ყველაფერი თავისუფალი ეკონომიკისა და კორუფციის არარსებობის პირობებში კეთდება. ეს უფრო მეტია ვიდრე ნავთობი და გაზი. გეთანხმებით. ეს ქვევრია, ყურძნის წვენს ათავსებენ და 1 თვის შემდეგ, როდესაც ხსნიან, იქ უკვე ღვინოა. არ ვიცი ასე სწრაფად როგორ ღვინდება.
მაგრამ იცით, რომ ვაზის სამშობლო საქართველოა? მას 10,000 წლის ისტორია აქვს. ეს კი ახალი უნივერსიტეტია, რომელსაც ბათუმში სექტემბერში გავხსნით. გაგიკვირდებათ, ჯერ ნახევრად აშენებულია, მაგრამ სექტემბრის ბოლოს უკვე გაიხსნება. იქნება 40 სართულიანი. ჩემი იდეა იყო, რომ გაეკეთებინათ მბრუნავი წრე, რადგან აქ სტუდენტებისთვის კაფე იქნება. შეუძლიათ შეიძინონ ბურგერები და ქვემოთ ჩამოვიდნენ. ეს ადგილი იქნება მოწყობილი კომპიუტერებით, კომფორტული სკამებით. შეეძლებათ დასკნენ და დატკნენ ლამაზი ხედებით. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და დონალდ ტრამპმა სასახლის ვერანდაზე გადაინაცვლეს, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელ სტუმარს მეუღლე და უფროსი ვაჟი გააცნო. ეს ჩემი მეუღლე სანდრაა, ეს კი ჩემი ვაჟი ედუარდი. რა კარგი გარეგნობის ბიჭია, გამარჯობა. თქვენი მეუღლეც ლამაზად გამოიყურება. თქვენი მეუღლე აქ რჩება? არ ამგონია მან ხომ ოჯახსაც უნდა მიხედოს. ამ ადგილას იქნება მუსიკალური თეატრი, რომელსაც დაახლოებით ასეთი შენობა ექნება. შემოდგომაზე დასრულდება მშენებლობა და აქედან კარგად გამოჩნდება. ეს ხიდი ძალიან მომწონს. ვინ არის მისი არქიტექტორი? გვინდოდა ისეთი ყოფილიყო, თითქოს აქეთ იქიდან 2 ქალბატონის საბანს აღწევს. დიზაინერებმაც სახურავის ბოლოები ასეთი შექმნა. ეს კი იუსტიციის სახლია, სადაც პასპორტს, პირადობის მოწმობას და სხვადასხვა სახის საბუთებს რამდენიმე წუთში იღებ. მანქანით მიდიხარ ფანჯარასთან, აწვდი საბუთებს, შემდეგ კი მიდიხარ კაფეში, სადაც შეგიძლია შეუკვეთო ყავა და პასპორტს დაელოდო. ძალიან საქმიანი გარემო იქნება, თვეში ალბათ 25,000 კაცი ეწვევა. აქ იქნება განთავსებული სავაჭრო ცენტრიც. ეს ბიჭი რომ ჩემს ბიზნესში იყოს, არანაირი შანსი არ მექნებოდა. ალბათ სულ პრობლემებს შემიქმნიდა. თქვენ ხართ უძრავი ქონების ბიზნესის სფეროში ყველაზე გამორჩეული ფიგურა, ვისაც კი ვიცნობ. გუშინვე დონალდ ტრამპი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი გახდა. ეს პატივი ამერიკელ სტუმარს საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ერგო.